გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეტ ეროვნული ლიგა. ვნახოთ სიტუაცია, წონაში მომატების გამო გოგოს საქორწინო კაბა აღარ ეტევა. ჩემი ქორწილია და ეს უნდა გავეკეთებინა ჩემთვის. აი როგორ შეიძლება რომ ეს მომეკეთე? აუ რა გავაკეთო? აუ რა მჭირს და როგორ ტირებს? ხვალ ქორწილში რომ უნდა ჩავიცვა ის კაბა მომიტანა მკერავმა. მე არ მოგეწონა? ძალიან მომეწონა პირიქით. და აბა რა გაგატირებს კაცო? რა მატირებს აღარ მეტევა. აი დაწნადი არა უშავს რაღაც მოვიფიქრებთ რა გჭირს. რას მოვიფიქრებთ ამარებეთ ამი რა შენც კიდე რა. აუ ჩემი გოგოები სად არიან იქნებ დამეხმარო. აი მე ვიცი ეგ რისი ბრალის არის რა. რისი ბრალია რისი? რისი და ტიტანიკის ბრალია ეგ. ტიტანიკი ფილმის? ფილმის არაცია. აი შაურმა ტიტანიკს როჭამ მაგის ბრალია რა. აუ დათუნა რა რანაირად მაცხნარე ვერ გავიგე რა გჭირს მართლა რა გაეთრია კიდე თუ ჩემი დაწყნარება არ შეგიძლია რა. აი დამშვიდი რა გჭირს მე ხო მაინც უნდა გაგეხადა. აუ დათუნა რატომ მაგიჟე მითხარი გადარეული ვარ რა. აუ ეს კაბა როგორ შეიძლება ესეთი ლამაზი კაბა რო არ ჩავიცვა რა. აუ რა ვქნა ეხლა რა აი რა გავაკეთო. რა ხდება რა ამბავია გამოვიქეთ ცეკვა. რატო ზმუი ტელეფონში რა ხდება? აუ დამეხმარე რა ხდება და ტემუ დამემართა და აი ვერ გადავრჩები იცოდეთ რა. ტემუ რას ნიშნავს? რას ნიშნავს? ხო ჩემი ქორწილია. ხო და ხო შევიკერე კაბა. მერე? ხო და დღეს მომიტანეს და პატარა მაქვს ანუ ვეღარ ვეტევი რა. აი მოიცადე ერთი ნახეცია დაწყნარდი დამშვიდი გამოსავალს ვიპოვნით ხო? მე და ანა რაღაც უნდა მოვიფიქრო. ხო რაღაცას ვიზამთ ახლა რაღაცას. აუ რა ირანაირად მოვიფიქროთ რამე როცა მხოლოდ აი ეს ჯინსი მეტევა და ერთი ჩემი რაღაცა სპორტული რომელიც სამზოლიანია. გოგო მუხლებზე ადრე უფრო ქონდა ეს ჯინსი მოტკენს. რა კარგად მაწყნარე. მომისმინე, კაი, დამშვიდდი. ეხა იცი რა უნდა ვქნათ? ერთი 20 კილოს დაკლება მოინდა? ჰა? რავე ორგანო რომ მოიშორო? თირკმელი, კუჭი, თირკმელი. ანუ ეხა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული კილოგრამი და გამოგაკლდება რა. ხო რა მე პრობლემა არ მაქვს მაგრამ დარწმუნებულები ხართ რომ ნარკოზიდან გამოვა ხვალდილის 11 საათამდე? ხვალდილი საკურთხეველთან უნდა ვიდგე არ დაგავიწყდა. არა ხა ნარკოზი. ცია. ხო. აი ეს გახსენი ცხელ წყალში და დარია. და რა არის ეს? ჩაი, გასახდომი ჩაია და ძალიან მაგარია. აი რას აკეთებს იცი? აი შეშუპებული ხო ხარ? ვარ. ცოტა ლოყებში და ჩაცხრები. აი სულ ჩაცხრები. დავლიო ანუ 20 კილოს დავიკლებ ეგრევე? ანუ 20 შეიძლება 18-მდე? ხო, იცი რა ვქნათ, დღეს რო არ ჭამო საერთოდ ხამე. და შენი აზრით ეხა ერთი ღამე რო არ ჭამო ეგრევე 20 კილოს დავიკლებ? ხო რა ვიცადოთ, ან სასწორზე არ დადგენ. მოიცა მე რო არ დავდგები რა დავიკლებ ეგრევე? არა, უბრალოდ ნერვები არ მოგეშლება და რა აუ უნდა ჩავიცვა ეს კაბა როგორ ხარ რა გავაკეთო ეხლა? ვაიმე ცია იცი რა არის ხა ნუ ბღავი რა. კი. შენი ბრალია ყველაფერი იმიტომ მოფლაშული კუჭი და ღამის 3 საათი იყო რომ დავურეკე და ლობიოს ჭამდა. შენი ბრალია, ნამდვილად შენი ბრალია და ხვალ იცი რას ვიზა მამაოსთან მივალ და ვეთქვი რომ აი ჯვარს რო დაგწერთ ის თქვას ჭამის მონახთვისაცია. ხო კაი. მე რა კარგი დაქალები ხარ დიდი მადლობა ძალიან კარგად მომყრევენ. მადლობა მეც ვიცი რომ სუკანი ვარ. კაი ხო ეგეთი. რა მოვიფიქრე იცი? მიდი. ცია, ეკაბა რო გადააკეთო? როგორ? ეს კაბა არ გვინდა. სხვა ახალი კაბა იყიდე, რამე შავი ფერის, ცოტა რო გაგახდუნოს და ეს როგორც შარფი, აი ესე რომ მოიგდო. გოგო არა, კაი, ხადე, მაგრამ რა კაბა რა ლამაზია. მე ხადავები ერთი წუთი კარგი. მე რა ვქნა, ანა იცი რა არის ყოველდღე ჩაკერებას ჯობია რომ ესე იყოს. აუ დიდი მადლობა, საერთოდ აღარ მინდა ქორწილი რა. ერთი წუთი იდეა მაქვს, ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. შავი ფერი ხო ახდუნებს. მერე? შავ ფერ ტანსაცმელს ჩაიცვამ, ზედ გადაიცვამ ამ კაბას. შიგნით ცადე, ეხლა როგორ ვფიქრობ რომ არ ვწდიდი? არ და პატარა ზებრასავი, თეთრი შავი. აუ გეხვეწები რა. შენ ცხარი რამე რა ვიცი. აღარ უთხრა მეტი რაღა უთხრა. რამე უთხარი. ხო, ნუ აი აღარ მექნება, აღარც ქორწილი სერამ არ დავიკლებ, მანამდე არაფერი არ მოხდება. რა ქორწილი აღარ გექნება, ხო არ მეღადავები შენ გოგო. რა პონჩი აღარ უნდა მქონეს ქორწილი?
აი მე რა პონჩი და იმ პონჩი რომ 6000 ლარი მაქვს მიწემული კაბაში და ის კაბა აუცილებლად ხვალ ჩემმა სტუმრებმა უნდა ნახონ 6000 ლარი მაქვს მიწემული მე მიცემული მე მაქვს ან ერთწამი ადექი ფეხზე ადექი ფეხზე მოდი აქ მოდი შუაში მე რა შუაში ერთწამი რაღაც დებილობა მოიფიქრე ხო მაგრამ გოგო ანა რა შუაში მე რა შუაში ვარ გოგო მაჩვენი აბა თუ კარგად გექნება ჯერეკ კარგადმა კარგად გობს გოგო მე აუ დამენახე წამს ცოტა არა კაია აუ და ანა გიხდება უცნაურად მაგრამ მე ანა აუ მოვიფიქრე აბა ანა ხო შენ გათხოვდები ჩემს მაგივრად ვერა აბა მისუნთქი იდეალური რაღაც მომიგე მართლა ხო გათხოვდები ანა შენ ჩემს მე მაგივრად გავთხოვდები გოგო სულელი ხო არა 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 როგორ გათხოვდება ეს ვერა 6000 ლარი მაქვს მიცემული კაბაში და ეს კაბა ხო გითხარით უნდა ნახოს ჩემმა ყველა სტუმარმა ეს არის აი აუცილებელი ამიტომ შენ უბრალოდ გათხოვდები ჯვარს დაიწერ რაღაცა ხელს მოაწერ რა ყველაფერი იქნება მე მოუგვარდები ჩვენ რა და როგორ მოუგვარდებით მე მარტივად რა რაღაცა დაშვერდებით მე დავთხოვდი იქნებით დაც რა გიხვეწები ძალიან ხო რამენაირად დაიგელი ხოლმე არა მორჩა მოგვარებული ამბავი და ადექით ეხლა ცოტა ჭამოთ და всё ამა არ გაბედო ეხა დაეგდე მან და კაბას მიხედე არა ჭანიკი არ მინდა 10 ლარიანი რა სულიანი გოგო ყველადე დასაკვეთი და სულეთ აი ხა ეს დამაკავებინე სად უნდა წახვიდე გოგო რატომ მაგიჟებ ბიჭო რა გინდა თუ ჩემი დედა 10 ლარიანი დამაჭერინეთ სია პირი არ გააკარო შაურმას მე რომ ყოლა ვერ ახარ შენ ხო აი რა ვიცი მე გამაგიჟეთ გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეტ ეროვნული ლიგა. ვნახოთ სიტუაცია, გოგომ წიგნის კითხვა დაიწყო და დაქალები შოკში არიან. გოგო ბოტოქსი მაქვს ესაკეთებელი. არა მართლა არ ჭირდება აქ მიმიტა. არა ანუ არ ჭირდება ჯერ რა თქინდა ხო რა თქინდა მაგრამ ცოტა რო გავიკეთე 20 წელი არ გინდა მართლა 20 20 ცოტა ძალიან ბევრი თათ ხო ეს 4 კუთხედი რა არის არიცი ნახე ეს არის წიგნი ეს არის წიგნი ხო აი რა წიგნია აი მე და 4 კუთხედი რატო ამ რგვალი რო ყოფილიყო რა არა გოგო ანუ რგვალი რო ყოფილიყო გაგორდებოდა და გადმოვარდებოდა და ანუ სპეციალურად 4 კუთხედი შექმნეს წიგნი რომ იდოს ხარ რა იფიქრე გათვლილია და ეს უცნაური დამტენი რატო აქვს კაი თამუნა ეგ დამტენი არ არის ეგ არის სანიშნე სანიშნე ხო ანუ წიგნზე წაიკითხა ხო აქ უნდა ჩადო მე როცა დაასრულებ კითხვას ნახე აქ მონიშნავ ანუ სანიშნე კარგი გავიგე და რა უცნაურ კითხვებს მისვავთ გიხვეწებით რა გინდა ეგ რაღაცა რაზე მეუბნები აი ამ 4 კუთხედზე წიგნზე ხო ანუ რაც არის რა გინდა კითხულობ ანა ეხლა არ მოვყვდე ხო ანუ წიგნს ვკითხულობ რას კითხულობ წიგნს ხო ეხლაც აი მე რა გჭირს რატო რაზე მეუბნებით ხო და რატო კითხულობ ხო მე რას ქვია წიგნს რატო ვკითხულობ კითხულობ მომწონს და ვკითხულობ მე რა გამოდის თამო რა ეხლა ეს წიგნს კითხულობ ჩვენ რა პასიური მკითხველები გამოვდივარ აუ ეგრე გამო არ გავგიჟდე არ მინდა აი მაუცებთ რა გოგო ჯანმრთელობისთვის კაია პასიური მკითხველები რო ვართ ანუ შეიძლება ცუდი იყოს მოიცა ერთი წუთით რა ანუ თქვენ ახლა არაფერს არ კითხულობთ საერთოდ გოგო რას კითხულობ ხო არ გაგიჟდი კითხულობ კი არა შამპუნს რა ვყიდულობ ანოტაციას ფარმაცევტს ვაკითხებ რომ სახე არ დამინაოჭდეს კითხვით კაი რა და საერთოდ მე ვფიქრობ რომ ყველამ თავის საქმე აკეთოს რა მე წიგნე მიკითხოს მაგალითად მე წიგნე ხო და ჩვენი საქმე ვაკეთოთ
რა თქმა უნდა. აუ რანაირი სახეები გაქვს შეშინებული? კაი რაღაც გონია რომ ცუცუ აკეთებ. ცუცუ აკეთებ, აბა რა შევები? ყველა იძახს რომ კარგიაო, წიგნის კითხვა რა. შემომხედა გთმეტირება. კაი რა. იცი რატომ მეტირებ? იმიტომ რომ საკუთარ მეზე თქვი უარი ახლა შეხვდები. რა მეზე ანა? რომელ მეზე? და TikTok აზრზე მოდი. TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე ყველგან საკუთარ მეზე თქვი უარი. ხვდები ეს რას ნიშნავს? დაგვიბრუნდი გთხოვ. ნუ მაშინებ გეხვეწებით. არა, მიყვარს მე წიგნის კითხვა ძალიან მიყვარს, sorry. აი, მოიცა ერთი წამი კითხვა უნდა დაგისვა ახლა თათ. 7 დღის მანძილზე, აი ბოლო 7 დღის მანძილზე რამდენი წიგნი წაიკითხე? 4. დაიმე. შეჯდარია უკვე. დაიმე, ძალიან გაგვიჭირდება გადაგდება, იცი? ხომ ძალიან გაგვიჭირდება. მოიცადი, ანუ რა უნდა ვქნა? ქრონიკულში აქა უკვე. ანუ ეს ქრონიკულია? და ცუდია? აბა რა, შენ თვითონ ვერ ხვდები? ხომ არა, რა უნდა ვქნა ახლა? ხაიმე არაფერი არ უნდა ქნა. არც უნდა იფიქრო საერთოდ, ასკროლე რა. აუ, კაი რა, გეხვეწები, რა უნდა ავსკროლო, ძალიან მომწონს რა. მაინც ვერ მივხვდი რა. აი რაღაცებს ლაპარაკობ ჩვენ აქედან ისიკიდან, მაგრამ ანუ მაინც ვერ მივხვდი, რატო არ უნდა წავიკითხო წიგნი. ხაიმე რო ვერ წხვდება და ხო ხედავ აურია უკვე. სულ სხვა ადამიანი. კარგი, მოდი ახლა დაფიქრდი და მითხარი, გაიხსენა. ბოლოს რა წაიკითხე? ბოლოს წავიკითხე ანა კარენინა. ეგ ვინ არის საერთოდ? არ იცი? უნდა ვიცოდე, ვინ არის? იუთუბერია ვინმე? არა, გოგო. ტიკტოკერი ხო არა? ტიკტოკერია? არა, რა ტიკტოკერი, გოგო. აბა ვინ არის? საერთოდ გამიგე, ჯერა გვარია კარენინა. ძალიან ცნაური. ცნაური, რაღაც ხუშიც არ მომწონს. აუ, ტიკტოკერი მე ვიცი ისა დათუნას ნონა. ნონა. კიდე ვინ და დაძმარო არის. მალაზონიები, ეგენი ვიცი. აი, კარენინა. ანა კარენინა რა, ვინ აი, არის? შეხვეწებით, მართლა გირჩევთ რომ თქვენს დაიწყოთ კითხვა რა. ყველა ამბობს რომ ძალიან კარგიაო. კარგი რა, ყველას რატო უჯერებ მერე? ეხლა რას კითხულობ? ამ მომენტში, ამ ეხლა ამ მომენტში კონკრეტულში. კითხულობ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი. ძალიან კარგი საკითხია სხვათაშორის. აი მოგზაურობ. ეს ილიკო და ილარიონი ვინმე ახლები არიან შენ ცხოვრებაში და ჩვენ არ ვიცით? ხო. არა, გოგო. უკვე მეც მაბნევთ. ანუ წიგნია ასეთი. აი მე არ ვიცი, რას გადაეკიდი ამ კითხვას საერთოდ რა. აუ კარგი რა, ძალიან სისულელებს მელაპარაკებით რა. მაინც აი იცი რას ვერ ხვდები? აი რატო დარდობ თქვენ მე რას წავიკითხავ? როცა ყველა ამბობს რომ წიგნი ძალიან კარგია და განათლება კარგია. ნუ გადამრიე რა, რანაირად არის კარგი, რანაირად არის კარგი და შენ არ გაგიგია ის გამოთქმა. ერთმა ტალახიანმა ღორმა 100 გასვა რაო? ვაიმე რა გოგო თუნ აზერზე მოდი მეთირება გავიცი არა გოგო კი არ გადმონდა სკროლვის დროს შემხვდა ეს ისა ანდაზა თუ რაღაც ხო მაშინ ალბათ გამახსოვდა ეს აუ მოდი რას გეტყვი ძალიან ბუდიალობთ რაღაცეებს რა აი რასაც მინდა იმას გავაკეთებ მაინც რა ავდგები კარადით სავსე მთლიან წიგნს ვიყიდი და ყველას წავიკითხავ აი ესე. იმიტომ რომ მართლა ყველა მაგას ამბობს. თათი ფსკერზე ხარ, თათი გთხარ, მოწყობდი მაშინები გადადე. მომისმენ, ფაინე. მომისმენ ერთი წამი ხა შეხვდები ფულის დახარჯვას, რა შეაპირებ თათი? რაღაც ოთხკუთხედ რაღაცაში რაც უნდა დაყაროს, ახლა შეგიძლია გაიკეთო ბოტოქსი, ფილერი, თმა შეიღებო, შეიწვა პედიკური, მანიკური, თათი რა გჭირს? აზრზე მოდი და წიგნი მინდა. თათია მომისმინე, შენ დაგავიწყო და ჩემი ოჯახის ტრაგედია. აი თუნდაც. აი რა ტრაგედია. ბებია ჩემი ფილოსოფოსი იყო და გარდაიცვალა. ღმერთო. მე აფრენ თამარ, ბებია შენი 90 წლის რო იყო, მაგიტომ გარდაიცვალა. ანუ რა შუაში აქ ფილოსოფოსობა? აი რაღაც ზემოდე რომ იყურებს თუ არა? არა, უკვე შეიცვალა ხო? მომისმინე, მოდი მიყვარს. მოდი ხო გაეშვი ხელი მომკიდე თათი ჩვენ შენთან ვართ. ჩვენ ვართ მეგობრები. ამოგიყვა დაგაბრუნებთ თათი მართლა დაგაბრუნებთ. პირდა და იმაგ ფსკერიდა. არ მინდა აი რა აუცილებლად რა დაქალები საერთოდ იმისთვის ვარსებოთ რომ თუ დაქალი დაქასულ თუ მომენტში გვერდით არ დაუდგა რა მამული გადმოდი აი რა გადმოდი გამოიწიე რაღაცაში გადამდები ეს კითხვა და რაღაცები ძალიან მაგარია რა მამულიო ხედა აი მე
ვაიმე, რა ვქნათ? აუ თათ, გთხოვ, თავი ხელში აიყვანე და წიგნისკენ აღარ გაიხედო, გთხოვ რა. აუ ვერ დაგპირდებით, მაგრამ ვეცდები რა. რა ეცდები? გადადე ახლა ეგ რაღაცა ვკუთხედი და აიღე ტელეფონი ხელში, სკროლე და რაც გინდა წაიკითხე, იქ წასაკითხეს მეტი რა, რამდენი სტატუსი წერია. ხო, მაგრამ გოგო რა არის, იცი ანუ სტატუსი გასაგებია, მაგრამ წიგნის კითხვის დროს გონება სხვანაირად ნათდება, მივხვდით იქ მოგზაურობ, ნახე, თან რომ კითხულობ, იქ ხარ იმ მომენტში და რაღაცნაირად გონება იხსნება. მეცადე. ერთი წამიდება, მეტი ირება. მომისმინე ერთი წამი, ანუ გონება ეს თვითონ ტვინი შუაზე ესე გაიჭრება და ესე გადაიხსნება, ანუ მოკვდები? თავს რატო იკლავ, თათი, რატო? რა, გოგო სხვანაირად. მაინც ვერ ხვდები, აი რა მოხდა, რომ ნაკითხი ვიყო. აუ მე გეტყვი რა. ხენი გთხოვ. იმ დღეს სკროლვისას შემომხვდა ვიღაც ვინმე პოეტი ვაჟებშაველა. ხო, აი რაღაცნაირ განათლებული ნაკითხი კაცი იყო და მაგას გინდა დაემსგავსო წვერებით და რაღაცა ფაფახით. გოგო ვაჟებშაველაზე რა თქვი? რა თქვი? ანუ ნაკითხი რო იქნები დაემსგავსები წვერებით და ფაფახით გინდა იყო? აუ, პროსტა აუ შეარაქალო ვაჟაბშაველაზე რა ვაიმე რა ვინ არის ესეთი პროსტა გაიმეორე ვინ წვერებიანიო ვაჟაბშაველაზე რა თქვი დახიეთ ახლა აქედან დროზე ანუ თათი დროზე ვაჟაბშაველაში დროზე შენ მეორე დაგინახო რომ ვაჟაბშაველაზე ეგეთი რაღაცეები თქვა ნახოთ სიტუაცია ტურისტული სააგენტო ძალიან იაფიტურებით გამარჯობა მობრძანდით დაბრძანდით გისმენთ მადლობა რით შემიძლია დაგეხმაროთ ეს ტურისტული მამაციგულია დიახ შვედიერი გითხრას რომ იაფად გაქვს ძალიან კარგი ტურები და მაგიტომ მოვედით აქ დიახ სწორად მოხვედით და მამაციგული რატო ქვია ისეთ რა შეასაქმე ჩვენ სადაც ვაგზავნით კონკრეტული იმ ადგილებში მამაციგულის გარეშე ნამდვილად ვერ იმოგზაურებთ ამიტომ ესეთ სახელწოდებით მამაციგული დავაკვირთ ჩვენს ტურისტულ კომპანიას ვერ გავიგე მაგრამ კაი პარკი გნებავთ პარკი რატო უნდა გვინდოდეს მარკეტში ხო არ ვართ არა ისიც როგორ არის უბრალოდ ჩვენთან დადის კატეგორია რომელსაც შეიძლება სამოგზაურო ჩანთა არ ქონდეს ამიტომ პირდაპირ პარკს თავაზობთ თუ გნებავთ მაინც მივუწით ჩემოდანი როგორ შეიძლება რომ ვინმეს არ ქონდეს ჩემო კარგო ჩემოდნის ფასები ალბათ იცით რომ შეიძლება ჩემოდანი 80 ლარი ღირდეს და ჩვენს გზავს არ ქონდეს იმის საშუალება იმიტომ რომ ჩვენ თვითონ 80 ლარად ვუშვებთ ადამიანებს სამოგზაუროდ აი ესეთი საოცარ ტურებს ვაკეთებთ კი ბატონო მოდი გავიაროთ ხო რა გვინდა სად გვინდა წასვლა და ასე შემდეგ კარგი რა მიმართულებით გინდა ტურით ან მე შევავსებ აუ რავი რა რაღაცა გასართობი ტური კარგი იქნებოდა გასართობი ტური კარგი მაშინ მოდით იყოს კასპი 3 დღე და მერე ხაშური 5 დღე ძალიან კარგია ეგ რომელი გასართობი ტურია და კასპი 3 დღე ანუ იცით როგორ ხდება კასპში 3 დღე იქნებით იმიტომ რომ ცოტა მოიწყეთ იმიტომ რომ განსაკუთრებული ისეთი არაფერი არ ხდება მაგრამ აი ამ მოწყენილობის მერე უკვე გადავინაცვლებთ ხაშურში სადაც უფრო აქტიურობა იქნება უფრო მეტი ჩართულობა და გამოვა მშვენიერი ტური მოწყენილობა მერე უფრო აქტიურობა აიმე გამარჯობა უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის აი ძალიან მადლობელი ვარ და კმაყოფილი თქვენი მოსაფრენი დიდი მადლობა აი ქალბატონი ნამდვილად კარგად გიოს ძალიან გვიხარია აი კიდე მინდა აუცილებლად თქვენთან თანამშრომლობა და თქვენი მომსახურება ძალიან უბრალოდ ექიმის ზუსტ დიაგნოზს რო დამისვამს მე აუცილებლად შემოგივლით ოპერაციის დასაგეგმად უკაცრავად ვერ მიგიხვდით ანუ რა ოპერაცია? ანუ ეს არის ტურისტული კომპანია მამაცი გული. მოგზაურობა. სამოგზაურო, მოგზაურობა. ეს სადაზღვევო კომპანია არის. მარა ჩემო კარგო, სადაზღვევო იქით არის თუ შეიძლება იქით მივიძანდით რა. ეს არის სამოგზაურო. ხო. კარგით და. კარგით, გავაგზავნოთ აბა სად გავჩერდით ესე იგი კასპი გამოირიცხა ხო? კასპი არ მინდა კარგი გმინდა რამე აი არ შემოგთავაზებთ იაფი მოდი მე შემოგთავაზებთ აი ზედა ჭოკიაური რომლის ფასი იწყება 3 ლარ ნახევრიდან და 7 ლარამდე ადის გააჩნია პაკეტს
ნახეთ ძალიან კარგია, ზედა ჭოკიაური. 7 ლარი რომ არ იყოს და რაღაც ყოფასი იყოს არ შეიძლება. შეგვიძლია რომ მეტი გადავიხადოთ. კი ბატონო, ერთი წუთით ძვირიანი თქვენ თვითონ მოითხოვეთ, ანუ მაშინ ქვედა ჭოკიაური 7 ლარიდან იწყება და 10 ლარამდე ადის, ნუ პრაქტიკულად აორმაგებს ფასს. არა, რამე სხვა არ გაკეთო ძვირიანი. სხვა გვინდა რამე. ერთი წუთით ვნახოთ. აი ძალიან კარგი ტური გვაქვს კახეთში, კერძოდ თოხლიაურში. თოხლიაური გეცოდინება თქვენ. თოხლიაური კაი უნდა. ძალიან კარგი ადგილმდებარეობითაც კი ბატონო. თოხლიაური რაღაცნაირია. ხო. არის რამე სანახავი? კი, რა თქმა უნდა, ძირითადად ხალხი ჩადის აბრის სანახავად, სადაც აწერია თოხლიაური, ორ ენაზე აწერია თოხლიაური და ასევე ინგლისურადაც აწერია. თოხლიაური ძალიან კარგი სანახაობაო, თვითონ 76 ლარი ღირს ჩასვლა და ჩამოსვლა. აუ, არა, აი რაღაცა სხვა, აი რამე სხვა რო იყოს არ შეიძლება? ასევე გვაქვს ნახეთ, ანუ თოხლიაური არ გინდათ? არა. კარგით, მოდი მაშინ გარდაბანი. გვაქვს კიდე ესეთი ვარიანტი. მე გარდაბანი არ ვიცი სადა. ისვენებს მათ ხალხი საერთოდ? რა თქმა უნდა, ძირითადად გარდაბნელები ისვენებენ, თორე როგორც ასეთი ტურისტი იქ არ ჩადის, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ პირველები იქნებით, ვინც გარდაბანში ჩავა და დაათვალიერებს აი ამ უზურფასეს და ულამაზეს სანახაობას. არა, ტურისტი თუ არ ჩადის, ანუ ჩვენ რა გვინდა მან თუ კაცრად? ანუ ნახეთ გეთახმებით სრულად, უბრალოდ საქმე ისაა, რომ გარდაბნის ისტორიაში ჩაეწერებით როგორც პირველი ტურისტი. ხომ ხვდებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომელიც მომავალთაობას გადაცემს გარდაბნის პირველობა გვიყვარს, მაგრამ ცოტა უცნაურია. ეგ ანუ გარდაბანის სხვა გვინდა, აი რაღაცა ის სხვა რა, რამე ნორმალური. ანუ გარდაბანიც გამოვრიცხოთ. კი ბატონო, კი ბატონო. თქვენ სადგნებავთ ზოგადად დასვენება. რავი, ნებისმიერ ადგილას იყოს გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, არა, ნახეთ ახლა ხედავ გერმანია ამ ეტაპზე გამოვრიცხოთ, მოდი არ გიჩვენთ, იმიტომ რომ ახლა ხას იყო ევროპის თამაში და თქვენ სტადიონზე უამრავი ადამიანი დარბოდა და ცოტა ოფისზონია თვითონ იქ ჰავა არის დაბინძურებული და ამიტომ არ გინდა მოდი ეს გერმანია იმასთან. ხო და კიდევ ნახოთ რა სამაგიეროდ შეგვიძლია შემოგთავაზოთ დაუწყარეთ დასვენება წნორში. წნორი ძალიან კარგია, რა თქმა უნდა ტურში შედის ადგილამდე მისასვლელი გზის ჩვენება. ისე რაღაცნაირი მზერა გაქვთ, ანუ მივხვდი რომ არ მოგწონთ. კარგით. მაშინ მოდი ქვათახევში გვაქვს ძალიან იაფი და კარგი ტური. ქვათახევი მე მგონი იაფი უნდა იყოს, არა? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ძალიან იაფი ტურისტული ვართ, ხო და თუ გნებავთ შეიძინეთ, ნახეთ ძალიან კარგია. ან შემიძლია ასევე შემოგთავაზოთ ფონიჭალა. ნახეთ ფონიჭალა თვითონ. ქალბატონო, მეღადავებით მართლა თუ რა ხდება? ფონიჭალში რა გვინდა? მე მინდა რაღაცა ინგლისი, ავსტრალია რაღაცა. ხო, მოგზაურობა გინდათ. კი, მინდა მოგზაურობა. ნახეთ ფონიჭალაში რომ ჩახვალთ, მანდ ისეთ რაღაცებს მიიღებთ, რომ სადაც გინდათ იქ იმოგზაურებთ, მეტი. ანუ ყველგანი მოგზაურებთ, ყველგანი იფრენთ. რამე განსხვავებული შემოგთავაზეთ, არ გვინდა ეს წონები და საგურავი. კარგი, გვაქვს რენდომ ტურები. ანუ ავტობანზე მიქრის მანქანა, იღება კარი, თავზე წამოცმული გაქვთ მეშოკი და გაგდებენ რანდომ ადგილას. აი ესეთი ტური. აუ, ეხლა ცემ ამ ხალს რა. მართლა უცემ შენ თავს პიცავა რა. კარგით, მაშინ შემოგთავაზებთ, მოდი, შემოგთავაზებთ ტურს აფრიკაში. ნახეთ აფრიკა. აფრიკა უკვე საინტერესოა. არა, აფრიკა კარგია, უბრალოდ რავი რა, ისი შორის გამო მაინც არა, ნახეთ როგორ ხდება არა. აფრიკაში გზა ძალიან მოკლეა. მოსკოვის გამზირამდე გაყევით რამეს და იქიდან ყველაფერი ადის აფრიკაში, სადაც დაგხვდებათ 80-90 წლების თბილისი და ის ძველი ნოსტალგია და ძალიან სასიამოვნო ტური იქნება, იცით? ბადიში. ეს სადმე იყო ვერ გავიგეს, რანაირი კომპანიაა საერთოდ? რა გინდა ძვირფასო? რა მინდა ძვირფასო? მე მიესალმე იტალია, ევროპა მინდა ვნახოთ, უნდა სად გვიშვებს ეს ქალი? რა შემოგთავაზა ცუდი? შეხორ გააფრინე ბიჭო. სადღაც გვიშვებს ეს ქალი პირდაპირ. ტრაქტურები ფასებს ახლა ვგეთყვით ქალბატონო. აუ, ეხლა მართლა ვცემ, გავხევ ამ ხას, ეხლა ისე ვცემ. დავშვიდი. კარგით, მაშინ მოდი ესე შევთანხმდეთ, თუ ეს ყველაფერი არ მოგწონთ, ჩემი შემოთავაზებული, მაშინ ბოლო ვარიანტს შემოგთავაზებ თუ შეიძლება. გისმენთ. ვაჟა-ფშაველას 32-აში. ქალბატონო, თქვენ მართლა ნორმალური ხართ, ვაჟა-ფშაველაზე დავისწვენო მე? არა, ნახეთ, იქ არის, კი არ უნდა დაისვენოთ, იქ არის ერთ-ერთი ესეთი ძვირიანი ტურისტული და იმათ აქვს კარგი ტურები და შემიძლია იქ მოსაცდელში დაგიჯავშნოთ სკამები. კარგით იქ წავალთ. კარგი, წავალთ. თითოზე 53 ლარი გექნებათ ჯავშნის საკომისიო გადასახდელი და თუ შეიძლება რომ სალონში გადაიხადოთ. დიდი მადლობა. ხო, წარმატებული მგზავრობა. აი ეს დებილობებში აღარასდროს აღარ მომიყვანა. ვითომ კომპანია და ვითომ იცის რაღაც. გოგოების კლუბის პარტნიორია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. ვნახოთ სიტუაცია, გოგონებმა წიგნების ონლაინ მაღაზია გააკეთეს.
გოგო, ეხლა მომისმინე, ჩვენ დასარეკლამებელი რო გვაქვს ახლა ის წიგნები, ხო არ წაგვეკითხა ჯერ და მე ხო არ დაგვარეკლამებინა, იქნება არ მუშაობს. რას ქვია არ მუშაობს? გოგო, ანუ ჩემი აზრით, აი იქნებ წავიკითხო და ისევ შტერი ვიყო. ანუ გაფჭებულია რაღაცა. არასოდეს. დაგორა, ჩვენ ლოსიანებს და რაღაცებს ჯერ ტესტავ და მე ვარ რეკლამებს და აი ეს არ წავიკითხოთ? კარგი, გოგო, ამდენ წიგს რა წაიკითხავს? ნორმალური თუ ხარ შენ? კარგი, რა მიდი რა ხვიცით ის გავაკეთოთ. აი, მაშინ გავუშვათ ლაივი. ჩართე. რა წავიკითხოთ, უკვე ყურებისაც დავიღალე. მოგესალმებით, დაგიბრუნდით ისევ ამჯერად წიგნებით, ნახეთ რამდენი წიგნი გვაქვს? 50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, სანამ ცოცხალი ხართ. ჩვენ არც ერთი არ წაგვიკითხავთ ჯერ, მაგრამ დიდხანს ვაპირებთ კიდე სიცოცხლეს. მოკლედ, პრივეტები ჩემოსაყვალებო დავიწყოთ და ეხლა მე მაქვს წიგნი სამი მუშკეტერი, რომლის ფასით არის 25 ლარი. დიახ, სამი მუშკეტერი, სამივე ერთად 25 ლარი. შეგვიძლია თითო გავყიდოთ 10 ლარად და ამ შემთხვევაში თქვენ ვერ მოიგებთ 5 ლარს და თუ სამივეს ერთად შეიძებთ, იყიდით მხოლოდ 25 ლარი და 5 ლარი დაგრჩება. არაფერია, მეგობრებო, ახლა მე ხალში მაქვს წიგნი სამი მეგობარი და თქვენ, ანუ წარმოიდგინეთ, ამ ორს იყიდით და გამოგდით, რომ 6 იყიდეთ, რა მაგარია. სამი მუშკეტერი, სამი მეგობარი. ძალიან კარგი. წიგნი აფასად. ძალიან მომწონს და მე ასევე ხელში ახლა მიჭირავს უთავ მხედარი, რომლის ფასიც არის მხოლოდ და მხოლოდ 50 ლარი. თქვენ შეიძლება ახლა იფიქროთ, რა თქმა უთავ მხედარი თავიანს ვიყიდი, მაგრამ თუ ყიდვა არისო, მაგრამ ეგეთი წიგნი არ არსებობს და ამიტომაც თუ შეიძლება უთავ მხედარს საჩუქრად მოყვება პროფესორ დოუელის თავი და თქვენ გექნებათ ერთი უთავ მხედარი, მეორე თავიანი პროფესორი. ერთად გაერთიანებთ და რაღაცა გამოვა. ხო, ის უთავეს თავიანი ძალიან მაგარია. მეგობრებო, აცივდა და ჩვენ სპეციალურად ამ სიცივესთან დაკავშირებით გვაქვს პეპი გრძელი წინდა. აი, რო დაცხება დარწმუნებული ვარ, გვექნება პეპი მოკლე წინდა. ძალიან კარგი იმედია, ნინი და ნანა რა? მე მაქვს სიურპრიზი. აუ, თქვი. შოთა რუსთაველი? აუ, რომელი? თუ გამოიცნობ? აუ, რომელი? აუ, კაი, დაწვალოთ. აუ, არა. მაინტერესებს ძალიან შოთა რუსთაველის ბერხის ხასანი. აუ, ეგ ყველაზე მეტად მიყვარს ბატონი შათიკოსი. ძალიან მიყვარს ეგ. ძალიან. ეგ განსაკუთრებულად. აქვე გავაგრძელებთ და გეტყვით, რომ თუ თქვენ ოჯახში ხშირად ყავთ სტუმრები, ჩვენ თქვენთვისაც გვაქვს წიგნი სტუმარ მასპინძელი. ახონდ, მოკლედ ჩვენ მისი შინაარსი არ გვაქვს წაკითხული, მეგობრებო, მაგრამ ჩემი აზრით და ჩვენი აზრით ეს წიგნი იქნება სტუმრებზე და იქ ვინც დახვდება სახლში რა, მასპინძლებზე და თან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგარი სატრაგზელობით ეწერება და თამადებისთვის არის სპეციალურად ეს წიგნი. და ასევე ჩვენ გვაქვს შემდეგი წიგნი, რომელიც არის 80,000 კილომეტრი წყალქვეშ და მისი ფასი არის სულ რაღაც, მეგობრებო, სულ რაღაც 15 ლარი. ვაუ, რატო ასე იაფად? ალბათ წყალქვეშ რომ არის მაგიტომ. განაძირია და აი სამ, ჩვენ გვაქვს ასევე ახალი ძალიან მაგარი წიგნი. ეს არის ოსტატი და მარგარიტა და წარმოგიდგენთ ახლა თან 25 ლარი ღირს და ანუ ოსტატს რო იყიდით, მარგარიტა მოყვება სრულიად უფასოდ. რა მაგარია. ახალ-ახალზე გამახსენდა მეგობრებო, ჩვენ ასევე გვაქვს ორუელის 1984 და მეგობრებო, სხვათა შორის ძველი წიგნი არ გეგონოთ, წელმა არ დაგაბნიოთ, სულ ახალ-ახალი ფურცლებია. მოიცა ამ წიგნს აწერია აკაკი წერეთელი გამზრდელი. აი ასეთი წიგნი გვაქვს. გოგო, არასწორი იქნება ეგ. აკაკი წერეთლის გამზირი იქნება, რა გამზრდელი. არა, უშუალოდ ეს წიგნი არის ესე იგი წუნდადებული და ამიტომ არ გავყიდით, არ არის პრობლემა.
რატო აკეთე? რატო მოგაქვთ ეს ციგნები? კარგია რა უშევს. კაი. აი მოგწერეთ და ჩვენ ახლა წავიკითხოთ პირდაპირ ეთერში რას გვწერენ. გამარჯობა, წავიკითხეთ თქვენს მიერ შერჩეული და შეთავაზებული წიგნი შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანი და თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ ქალთა სახეებზე ვეფხის ტყაოსანში. დიდი მადლობა. კითხვა სუპერ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეკითხვისთვის. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გესაუბროთ მათზე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გესაუბროთ მთავარ სპონსორზე, სახის მკვლევავზე, რომელიც ძალიან კარგად ატენიანებს კანს, ასევე წმენს ფორებისგან ატენიანებს და ასევე ბზინვარებას მატებს მას, მეგობრებო. მოკლედ ჩვენ ახლა ნელ-ნელა დაგემშვიდობთ, იმიტომ რომ სხვა პროდუქციაც გვაქვს ძალიან ბევრი. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით, ისევ და ისევ რა თქმა უნდა წიგნებით. ცოდნა არის პირველი თავარი წყარო, ხო? წიგნები და წიგნები. გვიყვალ ხარ? გემშვიდობებით, იკითხეთ. აუცილებლად. კარგად. გოგო, ამდენი წიგნი თუ არსებობდა არ მეკონა და ვიღალა. მე საიდან უნდა მცოდნოდა ჩემ თავს გაფიცებ? TikTok-ში იცი რამ ხელოდრომია? აი თვალები მეტკინა. ავიდი ყავა გააკეთე გთხოვ და. აი გავაკეთე. ესენი შეალაგე სადმე რა. თუ გამოსაჩენად გვასწავლო წიგნი რა. ხო. ახლა კი ვნახოთ სიტუაცია. ახლა შეუღლებული წყვილი ბანკში. გამარჯობა, მოგესალმებათ ევერის ბანკი, მაღალი პროცენტი, მაღალი რისკები, რით შემიძლია დაგეხმაროთ? მე თათია ვარ. დავითი. სასიამოვნოა გისმენთ? გამარჯობა. ჩვენ ახალ დაქორწინებული წყვილი ვართ. ოი, მშვენიერი გილოცავთ, მშვენიერი არჩევანია ცხოვრების დასაწყებად. დიახ, და გვინდა რომ ბინა შევიზინოთ. აჰა, ძალიან კარგი. ქონიათ აქამდე სესხი თუ ჯერ ბედნიერები ხართ? რა იპოთეკური ჯერ არ გქონია. ჯერ არ ქონიათ, გასაგებია. ესე იგი ერთბაშად დიდი სიხარული გეწევათ, გასაგებია. რომელს გაგესაუბროთ სეხთან დაკავშირებით? მე გამესაუბრე. აჰა, ანუ ოჯახში მამაკაცებს შემოაქვთ ფული და ქალები განკარგავენ. გასაგებია. კარგით. ვის სახელზე დავამტკიცოთ სესხი? აი, მეუღლის სახელზე. და ბინა ვის სახელზეა? ჩემ სახელზე. მაშინ მოდი თუ ბინა თქვენ სახელზეა, ბარემ სესხიც თქვენ სახელზე რო გავაკეთოთ, მე მგონი ჯობია, ხო? არა. ასე ბალანსი დაიღო. რა ბალანსი? გენდერული ბალანსი. ანუ სახლი ხო ჩემ სახელზეა და მის სახელზე იყოს სესხი. ну ასე არ გაგიგონიათ ეს ბალანსი? ხო. გენდერული ბალანსის ჯგუფში არ ხართ თქვენ გაწევრიანებული? სამწუხაროდ ამ სამსახურის გამო ვერ ვახერხებ სხვადასხვა ჯგუფებში დარეგისტრირებას. ერთადერთი მეტროს ქრაშის ჯგუფში ვარ გაწევრიანებული მხოლოდ. კარგი, სატყიდულობთ ბინას ტერიტორიულად რა ვიცით, მოდი მე აქ დეტალებს რაღაცებს გავივლი, მოვინიშნავ და თქვენ დაგისვამთ კითხვებს. სატყიდულობთ ბინას ტერიტორიულად? გლდანში. რა გლდანში? ანუ ეხა ვაკე შემეფარება მე და ვიყიდით ვაკეში. ანუ ნაკლები მე არ შემეფარება, კაი? ვაკეში ძალიან ძვირი ღირს ბინები და მომარცხენ ახლა. ой, მე რა რო ძვირი ღირს, კაცი შენ ხარ და უნდა იმუშაო და გადაიხადო გქონდეს მაგის საშუალება, კაი? მოიცა ესე რა ხან მე კაცი ვარ, მე უნდა ვიმუშაო და შენ უნდა წამოგორდე? კარგით, ერთი წუთით მოდი დიღმის მასივს ჩავწერ, რომ არ ეჩხუბოთ, კარგით? დიღმის მასივი, რამდენ ოთახიანი ბინა გვინდა? 5 ოთახიანი. 5 ოთახიანი. მე რა ამბავია 5 ოთახიანი და 5 ოთახიანი სახლი მალაგებინი რა. ვაი, მე იცი რას გეტყვი? ანუ ის იმ 6 ბავშვს რა უყოთ, სად დავაწინოთ? აღარ დავაწინოთ 2-2-რაც 3 ოთახში? რამდენი ბავშვს? 6 ბავშვს, მე 6 შვილი მინდა. მე შენ იცი რასთან არის დაკავშირებული 6 ბავშვის გაჩენა? ანუ მე ხუმრები 6 შვილის გაჩენას? მე იცი რა ტკივილს განიცდის ქალი რომ შობიარობს? აი თითქოს აი იცი რასთან არის შედარებით აი ყველა ძვალი რო ერთძროულად გადაგიმტორიან მაგას და მე არ მინდა რა ის დათორობს ტომაშვილის სიტყვები რა სხვა რამის ვერ უყურე YouTube-ზე? აი ახლა არ მინდა შენთან ჩხუბი სახს ვყიდულობთ და მოდი არ ვიჩხუბოთ კარგი და შევთანხმდეთ მე მანამდე მე მგონი და ნუ მარცხენეთი აქ გასაგები არ ვიჩხუბოთ და შევთანხმდეთ და ისე ვქნათ როგორც ოთახიანი რომ მივუთითო არ შეიძლება მოდი ოთახიანი იყოს მე მივუთითებ ერთი წუთით თუ შეიძლება მისმინე ოროთახიანი კი არა 65 კვადრატი იქნება ორი საძინებელი იქნება და მესამე საძინებლის ადგილას გარდერობის ოთახი გავაკეთოთ ხო? და დედაჩემს და მამაჩემს რა უყო უკაცრავად? სად დავაწვინო ეს ხალხი? დედაშენმა და მამაშენმა ჩვენთან უნდა იცხოვრო? ой, მე რა გაგიკვირდა ერთი ვერ გავიკე დედაჩემა და მამაჩემა ის ერთ ოთახიანი გაყიდეს იმისთვის რომ ჩვენთვის ფული წაემატებინას და ეხლა არ გინდა დედაჩემი და მამაჩემი?
საერთოდ ახლა ქორწინებული წყვილი მარტო უნდა ცხოვრობდეს და თუ აი მოხოცი მშობლებისთვის ხო გარეთ ზამთარში ცხოვრება იდეალურია რა ყოჩაღანა მაგრად აზროვნებ ძალიან მაშინ სამზარეულო მაინც გამოვყოთ ტიხრით ოთახისგან მისაღების მოიცა ეხლა ეგ ამაშენებინე კიდე რა შენ ხო გინდოდა სტუდიოს ტიპის ხო და იქნება სტუდიო ვაიმე სტუდიოს ტიპის სახლი მე იცი რამდენი პრობლემასთან არის დაკავშირებული ვანა საკუთარ ძალიან ცუდია იმიტომ რომ იქ რო საჭმელებს აკეთებს მე სუნი დგება და ძალიან ცუდი ყოფილი ეგ არ არის პრობლემა კარგ გამწოვს ვიყიდივსიო აი მე ლანასაც კარგი გამწოვი აქვს აი მე რატო იმი ამ ლანამ რა სესხიც ლანამ ხო არ გააკეთოს რა შუაშია ეხლა რას ბრაზდები ვერ გავიგე რა შუაშია რა ვიცი აგერ მე ავიღებ და მაშინ ჩემს მაგივრად იხადოს უნდა იხადოს ეხლა როგორ არ გაუბრაზდი აი ლანას გემოვნების თუ აკეთებ ჩემ ბინას სესხიც ლანამ იხადოს უკაცრავად მოვიდა პასუხი გილოცავთ სესხი დაგიმტკიცდათ მოკლედ ესე იგი რა ხდება $60,000 ოდენობით ჰიპოთეკური სესხი უკვე დამტკიცებულია წლიური 39%-ში ევერესტ ბანკი მაღალი პროცენტი მაღალი მიზნები კიდევ ერთხელ გილოცავთ მადლობა კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი ბოდიში მაგრამ ჩვენ 45,000 გვინდოდა და 60,000 ბევრია მაგასაც გაგარკვეთ ანუ დამტკიცდა 60,000 მაგრამ ნახეთ რა ხდება 60,000 დაგიმტკიცდათ სესხის თანხა მაგრამ აქედან 5,000 დამტკიცების საკომისიო 10,000 გატანის საკომისიო და 45,000 აიღებთ უკვე ხელზე. ნახეთ ძალიან მარტივად. როგორც გინდოდათ თქვენ, ხო გინდოდათ 45,000. აუცილებლად აი აქ უნდა მომიწეროთ ხელი თუ შეიძლება, უკაცრავად ბოდის გიხდით. აი აქ იქნება ეს 45,000 საკომისიო. აი აქ უნდა მოაწეროთ ხელი ბატონო თუ შეიძლება. სად მოვაწერო აბა ხელი? აი აქ მომიწერეთ ხელი. ეს 60,000, ეს საკომისიო ჩემ 45,000 ხელზე გაიტანთ. სად მოვაწერო ვერ გავიგე სად მოვაწერო მაშინ აი აქ მოვაწერეთ მითითების საკომისიო $1,000 კიდე ჩამოგეჭრებათ ეხლა თქვენ რომ მიმითითეთ ამ ფარატინა ფურცელზე ეს რაღაცა სად უნდა მოვაწერო ხელი მაგის უნდა ჩამომიჭრეს 1000 კი ბატონო 1000 ჩამოგეჭრებათ კი ბატონო და არასწორად რომ მოვაწერო ხელი მე რა ხდება ეს არასწორად ხელმოწერის შემთხვევაში უკვე იქნება $2,000 საკომისიო ანუ არასწორად ხელმოწერის შემთხვევაში დიახ აი მე ღმერთი ამ ფარატინა ქაღალდში უბრალოდ ხო 2,000 უნდა გადავიხადო არასწორად ხელმოწერის კი ბატონო $2,000 იმიტომ რომ ფურცელი ფუჭდება და ეს ფურცელი ხო ხის გამზადდება ქალბატონო და ჩხარიცხული თანხით ჩვენმა ბანკმა უკვე ბორჯომის ხეობაში 10 ძირი ნაძვი დარგო და ამიტომ დიახ ანუ ჩვენი საკომისიო კეთილსაქმეს ხმარდება ამიტომ იქნება ხო კი მოწავზე ხი დაგვიმტკიცდა ხო წარმოიდგინე მაგარი ხო რა გინდა მაგარი აბა რა არის კაი ნუ ბუზხუნებ ხა რა გჭირს რა უხერხულია იცი რა ვფიქრე რა ისინი მე ჩვენ სამოგზაუროდაც ხონდა წავიდეთ თაფლობის დროს მაგისტრის ხო ვაპირებთ სესხის გაკეთებას ხო და ბარემ ტელეფონის სესხიც რო გავაკეთოთ კარგი ფოტოები ხო გვინდა ხო და კიდე იცი რა ვიფიქრე იქიდან რო დავბრუნდებით აეროპორტიდან ტაქსით ხომ და წამოვიდეთ და ბარემ ჩვენი მანქანით რო წამოვიდეთ და მანქანის სესხიც გავაკეთოთ და მაგით წამოვიდეთ ხო და მე საერთოდ იცი რა მაგარი რაღაცა ვიფიქრე აეროპორტიდან აბა თუ იცი პირდაპირ წავალთ ახალ სახში წავალთ რომლის იპოთეკითაც ახლა სესხი გავაკეთე და დავიტანჯო წელებზე ბეყი მოვიდგა და ისე ვიცხოვრო რა გაყვირებს ვერ გავიგეთ რა გაყვირებს საერთოდ არ მინდა შენი არაფერი არც სესხი და არც არაფერი რა გშორდები საერთოდ და მივდივარ რას ნიშნავს შორდები სად მივდივარ მაგას ნიშნავს რა სად მივდივარ ფოტოგრაფიური სესხი ხო დაგვიმტკიცეს ზრიფასო მე ვის სახელზეა სახლი ვის სახელზეა გამახსენეთ თქვენს გითხარით წეგან ჩემს სახელზე ხო ძალიან კარგი მე ახლა წავალ ჩემს სახლში და შენ რა რიცხვში არის გადახდის თარიღი ხო შემდეგი თვის 16-ში 16-ში შენ გადაიხდი ბინის თანხას მე შორდები და მივდივარ სახლში ეგდე აქ იდიოტი ეს ვის ყვირის უბრალოდ რა უკაცრავად წყალი ხომ არ გნებავთ ან მიატნი კამფეტი ევერესტ ბანკში უფასოა არა არ მინდა უბრალოდ სესხი გამოვიქნოთ ახლა ერთი წუთით ანუ თქვენ გინდათ რომ ეს დამტკიცებული სესხი ესე ერთი ხელის მოსმით გავაუქმოთ და რატომ გეღინებათ რა კარგია ცხოვრება ეს ამერიკული ფილმი კი არ არის ჩემოსაყვარელო არა ესე მარტივად არ ხდება არა როგორ უბრალოდ არ გირჩევთ შემიძლია გავაუქმო მაგრამ ნამდვილად არ გირჩევთ იცით მე როგორც ბანკის თანამშრომელი და ანუ ვერ გავაუქმოთ არა ნახეთ მე შემიძლია რომ გაგიუქმოთ თანხად მაგრამ ამ $45,000-ზე უკან დაბრუნების საკომისიო დააკლდება 10,000 თანხის უკან მიღების საკომისიო 5,000 ასე რომ ჯობია რომ გაიტანოთ ეს დამტკიცებული 60,000 თანხა. ხო,
ხო, მაგრამ სხვა გზა არ არის. კი, ნამდვილად არის ერთი გზა, თუ ცოლად მომიყვათ, მაშინ მე როგორც თანამშრომელი შედარებით იაფად მაძლევენ თანხას, წლიური 35%-ში, ნაცვლად 39-ის და 45,000-იანის ეს 5,000-ად გამიუქმები და 5,000 მაინც გადასახდელი გიქნებათ. გაწყობთ მომიყვათ ცოლად? მოგიყვან თაბარას. ხო, მაგრამ ნახეთ, ჯერ გასაწერი მაქვს ხელი და ხელის გაწერის საკომისიო იქნება გადასახდელი წინა ქმართან $10,000. კარგით, კარგად ზანდებოდით და მომდევნოთვის 16 წელში გექნებათ გადასახდელი თანხა, ანქარიზე დაგიჯდებათ და გამოაყენებათ ბანკის შეურაცხყოფის $1,000. კარგად ზანდებოდით.